Throughout the world, throngs of people hail the end of the war. 1945 წლის 9 მაისი, დღე, როდესაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და მშვიდობა აღდგა. ეს დღე ისტორიას ევროპის გამარჯვების დღედ დარჩა. მეორე მსოფლიო ომი 1939 წელს ნაცისტური გერმანიის პოლონეთში შეჭრით დაიწყო. მოდერნო წლებში კი ევროპა მძიმე განსაცდელში ჩავარდა. დაიღუპა მილიონობით თანაბიანი, განადგურდა ქალაქები, უამრავმა ოჯახმა დაკარგა სახლი და მშვიდობა. 1945 წლის გაზაფხულზე, როდესაც მოკავშირე ძალები ბერლინს უახლოვდებოდნენ, გერმანიამ კაპიტულაციაზე მოაწერა ხელი. მომდევნო დღეს დოკუმენტი ოფიციალურად შევიდა ძალაში. ევროპაში ომი დასრულდა და დაიწყო ახალი, იმედის, გაერთიანებისა და მშვიდობის პერიოდი. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის ნიუ-იორკში, პარიზში, ტორონტოში და ლონდონში. ბუკინგემის სასახლესთან შეკრებილ ხალხს უინსტონ ჩერჩილი მიმართავდა. ქუჩებში მუსიკა ჟღერდა, ადამიანები ცეკვავდნენ, ერთმანეთს უღიმოდნენ და ჩახუტებით გამოხატავდნენ სიხარულს. ეს იყო იმედის, ერთიანობისა და ახლის დასაწყისი. დღესაც მრავალი წლის შემდეგ ეს დღე გვახსენებს, რომ მშვიდობა და თავისუფლება ფასეული მიღწევებია, რომლებსაც ყოველდღიურად სჭირდებათ დაცვა. გამარჯვების დღე გვასწავლის, რომ ტოლერანტობა, თანადგომა და ჰუმანურობა ერთადერთია, რაც კაცობრიობას აერთიანებს და სამყაროს უკეთეს ადგილად ხდის. 9 მაისი გვახსენებს, რომ ტკივილი საერთოა და უკეთეს მომავალს ერთად ვქმნით.